თევზის ბაზარი, ეს ჰენდრიკ მარტენს სორგის ნამუშევარია. სასურათე სიბრტყეზე გამოსახულია შუა საუკუნეების ქალაქის მოედანი, სადაც ზღვის პროდუქტებით ვაჭრობენ. მრავალფიგურიანი კომპოზიციის განხილვა ქალბატონით დავიწყოთ, რომელიც კალათიდან ამოღებულ თევზს მყიდველს აწვდის. მისგან ხელ მარჯვნივ, დაბლა, უფრო მოზრდილი თევზები გამოსახა ავტორმა. ხალიჩასავით ძირს დაფენილი სკაროსების სიახლოვეს კიდევ ერთი ვაჭარი მოჩანს. ის მნახველთან ზურგით დგას. წინ საფარშემოკრულ გამყიდველს ხელში მოწნული კალათი უჭირავს. მისი მზერა მის წინ მდგომი მდიდრულად ჩაცმული მამაკაცისკენაა მიმართული. სასურათე სიბრტყის მარცხენა არეში ხის ნაგებობას ვხედავთ. დახლთან ორი ქალბატონი დგას, მათგან ერთი თევზს ასუფთავებს, ხოლო მეორე მონეტებს ითვლის. მათ წინ იმ პერიოდისთვის სახასიათო სამოსში გამოწყობილი ადამიანები არიან წარმოდგენილნი, რომლებიც მოთმინებით ელიან, როდის მოვა მათი რიგი. აქვე ვხედავთ მეთევზისა და წეროს გამოსახულებებს. იმხანად, ბევრ ევროპულ ქალაქში, ბაზრებში, სადაც ზღვის პროდუქტებით ვაჭრობდნენ, აუცილებლად შეხვდებოდით წეროებს. მოშინაურებულ წეროებს თუ კი შეიძლება ასე ვუწოდოთ, ფრთებს აჭრიდნენ. სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ წეროები თევზის ნარჩენებს მიირთმევდნენ და ბაზრის მიდამოს ასუფთავებდნენ. სასურათე სიბრტყეზე ავტორმა მიტილუსებით, ანუ მიდიებით მოვაჭრეც გამოსახა, რომელიც მასთან სათლით მისულ მყიდველს ესაუბრება. მამაკაცის უკან პატარა გოგონას ვხედავთ. ის ორივე ხელით თავზე შემოდებულ კალათას იჭერს. უკან კიდევ ერთი სავაჭრო პავილიონი მოჩანს. ნამუშევარი ამჟამად რეიქს მუზეუმში ინახება.